დობის ჩაწერასაც დავიწყებ. თუ რამე კითხვა გაგიჩნდებათ ზოგადად მის პარალელურად შეგიძლიათ, რა ვიცი, მკითხოთ და ნებისმიერ კითხვაზე გიპასუხებთ. დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მთავარი მიზანი გახლავთ ის, რომ გავიაზროთ და კიდევ ერთხელ ჩამოვყალიბდეთ ზოგადად უნივერსიტეტებში რაზე უნდა უნივერსიტეტების დალაგებითაც რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, როგორ უნდა დავალაგოთ სწორად, რომ არ მოხდეს რაღაცეების არასწორად, ასე ვთქვათ, რაღაცეების ფაკულტეტთან არასწორი ანალიზი, ან თუნდაც ჩვენი საგდებიდან გამომდინარე, რასაც ვაბარებთ, ცხადია ძირითადად წინასწარ იციან ხოლმე სად უნდათ და რა უნდათ, მაგრამ უმრავლესობა არის ისეთი, რომელმაც არ იცის სად უნდა ჩააბაროს ხოლმე და აქედან გამომდინარე დალაგებისასაც ხშირად შეცდომებს უშვებს ხოლმე. ამიტომ ეს რომ ასე არ მოხდეს და მაქსიმალურად შეძლოთ ყველანაირი გარემოების გათვალისწინება, რაც თქვენ გჭირდებათ, ეს ჩვენი შეხვედრა ამასაც დაეთმობა. პირველ რიგში, რაც თქვენ უნდა გააკეთოთ, აუცილებლად, ეხლა მე თქვენ გაგიზიარებთ, ასე ვთქვათ, შეხვედრის მთავარ დოკუმენტს. ალბათ გამოჩნდა, ხო? ძალიან გთხოვთ დამიდასტუროთ, ხო? აი ეს არის თავარი დოკუმენტი, რომელიც თქვენ უნდა ჩაწეროთ Google-ში და ამის მიხედვით პირველ რიგში ალბათ ყველა აბიტურიენტმა ეს თავიდან უნდა გაეკეთებინა, მაგრამ ახლაც არ არის გვიანი, თუ უნდათ ვინმე შეცვლა თავის პოზიციით. აი აქ წერია ერთიან ეროვნულ გამოცდაზე, მაგალითად წინა წელს ზღვარი ვინ გადალახა, რამდენმა გადალახა პირველ ვარიანტში, ქართულ ენაში მაგალითად, რამდენმა მეორე ვარიანტში. ანუ ეს არის კონკურენციის მთავარი განსაზღვრელი. როგორ უნდა გააკეთოთ აბიტურიენტთა სტატისტიკა 2024 წელი, ასე უნდა ჩაწეროთ და თქვენ ამოგიგდებთ ამ ფაილს Eduaris G-ზე ან Nike G-ზე და შეხვალთ. აქ არის თქვენი ყველა საგანი, აი როგორც ხედავთ მარცხენა ველში არის ჩამოწერილი აბსოლუტურად ყველა საგანი, რაც თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, აი მაგალითად ჩვენ ახლა ისტორია შევეხებით და წინა წლის სტატისტიკით, რომელიც თითქმის არ იცვლება ხოლმე რაოდენობრივად, ძალიან მარტივად ჩანს, რა ხდებოდა ისტორიაში. ტესტის მაქსიმალური ქულა ისტორიაში იყო 60, იყო 4 ვარიანტი, ამ 4 ვარიანტიდან განაწილდა მეოთხე ვარიანტი ყოველთვის არის სპეციალურად რაღაც სპეცსაჭიროების მქონე აბიტურიენტებისთვის, აქ 4 ადამიანი იმიტომ არის, ძირითადი არის 3 ვარიანტი და ინახეთ რამდენი ადამიანი გავიდა სულ ამებს. ქვემოთაც გიწერიათ საერთო რაოდენობა, ზღვარი ნახეთ, რომ თითქმის ყველამ გადალახა. აი ეს ძალიან საინტერესო რაღაც არის. აი, როდესაც თქვენ ირჩევთ სულ თავიდან ისტორიაში მომზადებას და იწყებთ თუნდაც, აი ამ სტატისტიკის მიხედვით მარტივად ხდება და ვისარა და როგორც ხედავთ, აბიტურიენტთა უმრავლესობა ამ საგანში გადადის, რასაც ვერ ვიტყვით მათემატიკაზე. ნახეთ, როგორი პროცენტია აქ 86 და 8%-ია და ისტორიაში არის უმაღლესი პროცენტი ზღვარგადალახულისა, რაც არის ძალიან მაღალი. საშუალო ქულა ყოველთვის ეს არის საშუალო სირთულე. როგორც ხვდებით, ძირითადად არის ხოლმე ერთ ვარიანტში ან ორში და ამის გათანაბრება ხდება ქულების, მაგალითად თუ პირველ ვარიანტში მარტივი იყო და მაღალი ქულები დაიწერა და მეორეში დაბალი ქულები დაიწერა, ისინი თანაბრდება ერთმანეთთან და გამოცდაზე მიღებული ქულები მაქსიმალური ვინ მიიღო. ნახეთ, 60 ქულა 3 ადამიანმა მიიღო პირველ ვარიანტში, 22 ადამიანმა მიიღო მეორე ვარიანტში 60 და მესამე ვარიანტში 7-მა და 55 დაიწერა ყველაზე მაღალი. ასე რომ ეს უნდა კარგად გაიაზროთ, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 2.7%-მა ვერ გადალახა, რაც
ნიშნავს იმას, რომ აქ ამ გამოცდას ყველა აბარებს თითქმის ისტორიაში და აქ არის სირთულე ქულების სიხშირეთა განაწილების ჰისტოგრამა, რომელიც ასევე შეგიძლიათ დაამუშავოთ ვინ რამდენი ქულა აიღო თანაბრად 50-60 და კონკურენცია ამის მიხედვით დაადგინოთ. და თქვენ მიხვდებით, რომ 20-30 ქულას ისტორიაში იღებს უმრავლესობა, ამიტომ აბარებს ისტორიით ბევრი, იმიტომ რომ ამ ქულის აღება ვიღაცისთვის ოღონდ უნივერსიტეტში მოხვდეს, ეს არის მნიშვნელოვანი და შესაბამისად თუ ამ იდეას გავყვებით, ისტორია არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივად ჩასაბარებელი საგანი მთელ გამოცდაში. რასაც ვერ ვიტყვით სხვა საგნებზე, თქვენ ხედავთ, რომ ისტორიის მსგავს პროცენტს ვერც ერთ გამოცდაზე ვერ ნახავთ. ზღვარი, ვინც გადალახა, არის ყველგან დაბალი ისტორიაზე. არც ერთი საგანი არ არსებობს, მხოლოდ არის ისტორიის ზღვარი 97. წარმოიდგინეთ, რამდენად მარტივი ტესტია თქვენი გამოცდა, რომ 97%-მა გადალახა ზღვარი, ანუ ძალიან ცოტა ადამიანი ჩაიჭრა ფაქტობრივად, რასაც ვერ ვიტყვით გეოგრაფიაზე, ხო? და ზღვარი ვერ გადალახა. ეს არის პირველი ეტაპი, რაც თქვენ ამ შემთხვევაში მოგცემთ თქვენ განსაზღვრით იმედს, იმიტომ რომ თუ მაგალითად საშუალო სტატისტიკის მოსწავლე იქნებით აბიტურიენტები და აიღებთ აი ამ ქულას 20-30 ქულას მაგალითად, ხო ნახეთ უმრავლესობა ამას იღებს და ამას თუ აიღებთ ჩათვალეთ, რომ დაფინანსება ვერ გექნებათ და სადაც ცოტაა თქვენი მიზანი არის status quo მანდ უნდა მაგ ქულათა ათეულში უნდა დაიჭიროთ, რომ აიღოთ დაფინანსება. დაფინანსების მოსაპოვებლად ყველაზე მნიშვნელოვანი განსაზღვრელი ეს არის. რაც უფრო ცოტა იღებს ქულას, იმ ველში უნდა მოხვდეთ თქვენ, რომ დაფინანსება აიღოთ. რა თქმა უნდა, ეს ისეთ ცხადია, რომ მაღალი ქულა უნდა აიღოთ. ამ შემთხვევაში, ხო? მაგრამ ხშირ შემთხვევაში დაფინანსების მოპოვების შანსი არის 40-50-ზე ხოლმე ხშირ შემთხვევაში, იშვიათ შემთხვევაში, ხო? რაც იკვეთება. ასე რომ ამას დააკვირდით და ისტორიაში, როგორც ხედავთ, 50 და 60 ქულამდე თუ აიღებთ, შანსები გეზრდებათ 1-2-რად, რომ თქვენ მაღალი ქულის გარდა დაფინანსებაც მოიპოვოთ, რაც გამორიცხულია უკვე 40-50 ქულაში. მაგრამ გამორიცხული არ არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა საგნებში მაღალი ქულები გქონდათ ძალიან. ეს ხშირად აბალანსებს ხოლმე და რაღაცნაირად აკომპენსირებს 40-50 ველში მიღებულ ქულას, რომელიც ისტორიაში შეიძლება მიიღოთ. ასე რომ წინასწარვე განსაზღვრეთ თქვენი მიზნები და რა თქვა, რა საკვირველია ყოველას მიზანი მაღალი ქულა უნდა იყოს, მაქსიმალისტები უნდა იყოთ თქვენ და ამას გაყვეთ. როგორც კი ამას დაამუშავებთ, მერე გადადიხართ ძალიან საინტერესო დოკუმენტზე, სანამ თქვენ უშუალოდ online NAEG-ზე შეხვალთ და ეხლა გავხსნი მე ამ online NAEG-საც, საიდანაც ხდება რეგისტრაცია, თქვენ აი ამ საიტზე შედიხართ, რასაც ხედავთ, სადაც არის მოცემული გამოცდების ეროვნული ცენტრის ველები, ვინ სად აბარებთ და ერთიანი ეროვნულ გამოცდაზე ჩაბარება თუ გნებავთ უშუალოდ, ხადია აქ უნდა ჩარიცხული გქონდეთ თანხა, სარეგისტრაციო განაცხადში შედიხართ, აქედან შეგყავთ თქვენი პირადი ნომერი, რომელზეც ჩარიცხული გაქვთ თანხა აუცილებლად უკვე და ეს თქვენი პირადი ნომრით თანხას რო ჩარიცხავთ საგამოცდო ცენტრში, უკვე პირად ნომერს შეიყვანთ და იქ უკვე შეგიშვებთ აი ამ პირადი ნომრით და დაიწყება თქვენთვის რეგისტრაცია. გარდა ამისა, რეგისტრაციას აქვს ვიდეო ინსტრუქცია და ეს ვიდეო ინსტრუქცია შეგიძლიათ გახსნათ, რომელიც ქვემოთვეა აი ამ online NAEG-ზე მოცემული. გახსნით და აი აქ ძალიან დეტალურად არის როგორ უნდა დარეგისტრირდეთ თქვენ უშუალოდ გამოცდაზე. პრაქტიკაში მიყვება ყველაფერს და როგორც კი ამას ნახავთ და მიხვდებით, არ არის აქ არანაირი სირთულე, აქ არის ახსნილი ყველაფერი, საგნების დამატება როგორ ხდება, წაშლა როგორ ხდება, უნივერსიტეტების დამატება როგორ ხდება და ასე შემდეგ. მაგრამ აი აქ ერთი რაც მე შემიძლია ამ ვიდეოში გაჩვენოთ არის პროგრამის პრიორიტეტული ჩამონათვალი. თქვენ დამატების ღილაკით უნდა იცოდეთ, აი აქ არის მოცემული პროგრამის კოდი და აი ეს პროგრამის კოდები სად უნდა მოძებნოთ. ახლა ამას გეტყვით და გაჩვენებთ. უმაღლესი სასწავლებელი და პრიორიტეტი
ნიშნავს იმას, რომ პირველს რას წერთ და მეორეს. თუ პრიორიტეტით ესეუს პირველს დაწერთ, ცხადია, თქვენი ქულები და ფაკულტეტის კოდი, რაც არის პროგრამის კოდი, ის თვითონ, ასე ვთქვათ, იმ მაგალითად ჰუმანიტარულ მეცნიერებათა პროგრამის ხელმძღვანელი, თქვენ როგორც პირველ აბიტურიენტს, რომელმაც ასე ვთქვათ, პირველად TSU-ზე გააკეთეთ, ასე ვთქვათ, არჩევანი, დიდ ყურადღებას მოგაქცევენ უფრო, ანუ ნიშნავს, რომ რომელ უნივერსიტეტსაც პირველს დაწერთ პრიორიტეტად, ის უნივერსიტეტი უფრო მეტად ეცდება, რომ თქვენ მოგახვედროთ იქ. რატო? იმიტომ რომ არჩევანი სწორედ მათზე გააკეთეთ და ეს უნივერსიტეტებისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია ხოლმე, რომ პირველივე წერ იმას და ეს სტატისტიკაშიც ეხმარებათ და ყველაფერში ეხმარება, რომ პირველად დაიწერა მაგალითად ილია ამდენმა დაწერა და მეორე TSU დაწერა ან ასე შემდეგ, ხო? ასე რომ პრიორიტეტი ნიშნავს იმას, თქვენ რა უნივერსიტეტში გინდათ პირველად მოხვედრა და მაგის მიხედვით თქვენ კონკურენციაში შესვლა ხდება მაგის მიხედვით. იმიტომ რომ თუ მეორედ გიწერიათ ილიას უნივერსიტეტი, ცხადია მეორეთი კონკურენციაში ჯერ არ შედიხართ, ჯერ შედიხართ პირველ უნივერსიტეტზე, იქ თუ წააგეთ კონკურენციაში მეორეზე გადმოდიხართ, იქაც თუ წააგეთ მესამეზე გადმოდიხართ და ასე შემდეგ გრძელდება. ამიტომ აუცილებელია დაწეროთ მინიმუმ 10 უნივერსიტეტი, ისეთი, რომელიც თქვენს ფაკულტეტთან არის თანახმა, თანხვედრაში და ყველა შესაძლო უნივერსიტეტი, რომელიც თბილისშია თუ თბილისში გნებავთ, ან სხვა რეგიონში, სადაც აბარებთ, ძირითადად ჩვენ არ გვაქვს რეგიონში 3-4 ან 10 უნივერსიტეტის ფუფუნება ერთია ძირითადად ხოლმე, მაგრამ თბილისში ძალიან ბევრი არჩევანია, ხარისხიანიც და უხარისხო არჩევანიც არის, რომელიც უნდა ჩაწეროთ. გინდათ თუ არ გინდათ, თუ გინდათ, რომ გარეთ არ დარჩეთ, ასე ვთქვათ და აი და რაღაც ისეთი მოხდეს და გამოცდაზე ცუდად გახდეთ და შეწყვიტოთ გამოცდა და ვეღარ დაწეროთ, რა თქმა უნდა, ამას ძირითადად ნაიკი არ ითვალისწინებს ხოლმე და რაღაც აიღეთ შემთხვევით 20 ქულა და იმ 20 ქულით სადღაც მაინც რომ მოხდეთ და მე მობილობა გააკეთოთ, ეს აუცილებელია, რომ თავი დაიზღოთ და პრიორიტეტებში გეწეროთ 10-15 უნივერსიტეტი, რომელიც თქვენს კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, ფაკულტეტთან არის დაკავშირებული ჯერ თქვენს ფაკულტეტთან, რაც თქვენ გინდათ რომ, რასაც გინდათ რომ დაეუფლოთ და მერე შეგიძლიათ დაწეროთ სხვა ალტერნატივები მომიჯნავე დისციპლინები და რომ არ გაგიჭირდეთ მაგალითად იქ სწავლა, რომ მე ერთი სემესტრი მინიმუმ ისწავლოთ და გადაიტანოთ. ასე რომ ეს პრიორიტეტის დაწერა აქ ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ ამ ვიდეოს რომ ნახავთ, ძალიან მარტივია მე ანალიზი, აქ აღარ შევჩერდეთ, მეტი აღარ გჭირდებათ ისეთი, მაგრამ აქ არის ერთი დეტალი, რომელსაც პროგრამის კოდი ჰქვია და ეს პროგრამის კოდი უნდა მოძებნოთ თქვენ უშუალოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების შემთხვევაში ინფორმაციაზე, ეს არის გამოგცნობარში, აბიტურიენტთა ცნობარში და აი ყველაზე ბოლო ვერსია, განახლებული ვერსიის ბოლო უნდა ნახეთ, ეს არის მაგალითად 5 მარტს ატვირთული და ეს არის 10 მარტს ატვირთული განახლებულია. ასე რომ თქვენ უნდა ნახოთ ყველაზე ბოლო ვერსია, რომ უფრო განახლებული ბაზები ნახოთ, უბრალოდ ეს გავხსენი სომხურად, ქართულად, ხო? აი ეს და შესაბამისად ამ ცნობარს რომ გახსნით, ამ ცნობარში წერია, ეს არის საკმაოდ დიდი დოკუმენტი და ახლავე გაჩვენებთ ეს როგორი დოკუმენტია. ამ ცნობარში წერია ძალიან ბევრი დეტალები, რომელიც თქვენ უნდა გათვალისწინებული ქონოდათ ბევრად უფრო ადრე, ან სულ თავიდან, მაგრამ ახლა განსაკუთრებით უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომ არ მოხდეს რაიმე მნიშვნელოვანი საკითხის გამოპარვა, არ აგერიოთ რაღაც და შედეგამდე ისე მიხვიდეთ, რომ კონკრეტული სწორი და ზუსტი ჩამონათვალი გააკეთოთ. ვინაიდან უკვე მარტია და თქვენ ალბათ ყველა საგანში თუ მით უმეტეს ემზადებით მასწავლებლებთან დაახლოებით დაწერილი გექნებათ უკვე სიმულაციები, თქვენ უკვე სავარაუდო ქულები თქვენი შესაძლებლობების გეცოდინებათ და აი ამ შესაძლებლობების ფარგლებში და აი ამ სტატისტიკის ფარგლებში თქვენ უნდა განსაზღვროთ საგრანტო, მაგალითად აი ასევე შეგიძლიათ ჩაწეროთ საგრანტო ქულები, საგრანტო
ქულები 2024. Ამ საგრანტო ქულების ნახვაც შეგიძლიათ ასევე და აი პირველივე შედეგით 24 აგვისტოს ამოგიგდებთ და ამ საგრანტო ქულებში რომ გახშეხვალთ, აქ გიჩვენებთ რამდენი ქულიდან გაიცა 50%-იანი გრანტი მაგალითად ისტორიაში. და თქვენ აქ ყველაფერი გაქვთ ატვირთული საგნების მიხედვით და თქვენ დაახლოებით უნდა წარმოიდგინოთ უკვე რომ მე თუ მაგალითად ისტორიაში 45-ს ან 59-ს ვიღებ და 3-ჯერ ან 5-ჯერ ავიღე ამდენი ქულა, შანსი მაქვს თუ არა რომ მაგალითად ავიღო გრანტი. და ნახეთ რა მოხდა ისტორიაში საგრანტო ქულა 50%-იანი გრანტის გაიცა 5801.5 კოეფიციენტით. ეს არის ძალიან საინტერესო რაღაც. საგრანტო ქულის გამოთვლა ცალკე ასე ვთქვათ ის ხდება, ცალკე გამოითვლება და აი ეს საგრანტო ქულა როგორ გამოითვლება ის გიწერიათ იმ ცნობარში ზუსტად, მაგრამ სანამ ამაზე გადავალ გეტყვით რომ საგრანტო ქულას ნახე თელები აქვს. აი თქვენ თუ მიიღებდით 5801.4-ს 50%-იანი გრანტი აღარ გეკუთვნით უკვე. მიხვდით? ამიტომ როდესაც მე გეუბნებით რომ თქვენ უნდა აიღოთ და უნდა იბრძოლოთ ერთი ქულისთვისაც, კი გულისხმობ იმას რომ თქვენ თუ ერთი ქულით ნაკლები აიღეთ, აი აქ ეს 4 შეიძლება 5-ის ნაცვლად 4 მიიღოთ იმ ერთი ქულის ნაკლების გამო და დაკარგოთ შანსი თუნდაც 50%-იან გრანტზე. რაც არის ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ 50%-იანი გრანტი ნიშნავს, რომ თითქმის თქვენი ხარჯები ნახევრად შეამციროთ, ხო და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას. იგივე შემთხვევაშია 70%-იანზე და ასე რომ თქვენ დაახლოებით უნდა იცოდეთ და დაახლოებით ეს რომ გითხრათ 50-დან ზემოთ არის როგორც გითხარით საგრანტო ქულები გაცემული მაგალითად ისტორიაში და სხვა საგნებში. აი აქ წერია ყველა საგანი რაც ასე ვთქვათ მოცემულია და გაცემულია საგრანტო ყველაში ყველა საგნით ხდება ფაქტობრივად ამ გრანტების მიღება. და ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი არის უკვე ცნობარი, რაზეც წელს საუბრობდი, ამ ცნობარში გიწერიათ თქვენ ყველაფერი, რაზეც მაგალითად გეგმავთ. როგორც კი სარჩევში ჩამოხვალთ, თქვენ გაქვთ დეტალები, მაგალითად რეგისტრაცია როგორ ხდება, ინფორმაცია თანხების დაბრუნებაზე, დოკუმენტაცია, წარდგენის ვადები, რა დოკუმენტები სად როდის როგორ უნდა წარადგინოთ, საგამოცდო ბარათები როდის იბეჭდება. ანუ ყველაფერი თქვენ გაქვთ აქ მოცემული და ამებზე ახლა არ შევჩერდები. პირველადი შედეგები როდის ცხადდება, ამ დოკუმენტში გიწერიათ ქულების გათანაბრება რას ნიშნავს, ანუ ყველაფერი აქ გიწერიათ და ამაზე ახლა არ შევჩერდები. ეხლა პირდაპირ გადავალ დალაგებაზე. როგორ უნდა განსაზღვროთ ჩვენ რა გვინდა. აი მაგალითად ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებში რომ გადავალთ, რა თქმა უნდა, რადგან ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტი პირველად დაარსდა, სიაში ნომერი პირველი უწერია ამას. ასე რომ თქვენ თუ გინდათ ილიას უნივერსიტეტისა, თესეუს უნივერსიტეტში მოხვდეთ ჯავახიშვილში, უნდა ამოწეროთ პირველ რიგში უნივერსიტეტის ნომერი 0, 0 და 1. აი ამ ნომერს ამოწერთ და აი იქ ვიდეოში რომ გითხარით დამატების ნაწილში წერთ უმაღლეს სასწავლებელს განა ილიას ან თესეუს უნივერსიტეტს, არამედ 001. ეს არის უმაღლესი სასწავლებლის ნომერი. დამატებაში რომ შეხვალთ, იქ გამოგიტანთ თქვენ ველებს და უმაღლეს სასწავლებელში ჩაწერთ ამ კოდს, რომელიც გჭირდებათ. და მაგალითად გინდათ თესეუსში პირველად დააჭერთ სარჩევზე თესეუს 36 გვერდზე გადაგიყვანთ და გაგიწერიათ პირველი ქართული ფილოლოგია. ნახეთ, აი ამ ვიდეოში ჩანს უმაღლესი სასწავლებელი და ასევე ჩანს პროგრამის კოდი. პროგრამის კოდი არის ზუსტად ქართული ფილოლოგია. ნახეთ, და ქართული ფილოლოგიას უწერია კოდი 0010101. ანუ გამოდის რომ თქვენ თუ გინდათ უმაღლეს სასწავლებელში მოხვდეთ თესეუში, იქ დამატებაში წერთ 01, ეს არის თესეუ, 001 ბოდიშით ეს არის თესეუ, აი აქაც უწერია ქვემოთ უნივერსიტეტის სახელდება ციფრებით და პროგრამის კოდი არის არა ქართული ფილოლოგია, არამედ მისი ციფრი
და იმ დამატებაში პროგრამის კოდში წერთ 0010101 მაგალითად თუ თქვენ გინდათ ქართულ ფილოლოგიაზე ჩაბარება. ასე აარჩევთ ყველა მომიჯნავე უნივერსიტეტის ყველა მომიჯნავე ფაკულტეტს. თუ გინდათ ქართული ფილოლოგია წერთ თესეულ, მაგალითად თუ თესეულში გინდათ მოხვედრა ილია, ჯერ ჩაწერეთ მაგალითად სახელმწიფო უნივერსიტეტები. მერე ჩაწერეთ კერძო უნივერსიტეტები. მერე ჩაწერეთ რაღაცა ჭეღორე-პოღორე უნივერსიტეტები, რომელიც ყველაზე ისეთია. ანუ აი სამფაზოვანი უნივერსიტეტები მოიძიეთ. პირველი ეს არის სახელმწიფო უნივერსიტეტები, არ ვიცი, თუ კერძო გინდათ კერძოს წერთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ კერძო უნივერსიტეტს როცა წერთ, პრიორიტეტი მას ენიჭება პირველად და თუ თესეულს მეორეს ჩაწერთ და ვთქვათ, ვერ მოხდით კერძო უნივერსიტეტში, თქვენი უნივერსიტეტის ფაკულტეტზე, სადაც მეორე შემთხვევაში უნდა მოხდეთ, იქ უკვე კონკურენცია, ასე ვთქვათ, მნიშვნელობა თქვენ კი აღარ გენიჭებათ, არამედ პირველ რიგში იმას ენიჭება, ვინც პირველი დაწერა თესეულ და მერე გენიჭებათ თქვენ. ასე რომ მინდა რომ კარგად დაფიქრდეთ, სანამ თქვენ დაწერთ უნივერსიტეტებს, სად გინდათ მოხვდეთ, რომელ ფაკულტეტზე გინდათ და ნახოთ ამ უნივერსიტეტის ყველა შესაძლო ზღვრები. და თქვენი ქულები ახლა რო საშუალო დონეზე უკვე იცით, რა შეიძლება მიიღოთ, იმით განსაზღვროთ ამ უნივერსიტეტში მოხვდებით თუ არა. მაგალითად, რატო? როგორ გავიგოთ? მაგალითად, თუ ქართულ ფილოლოგიაზე გნებავთ მოხვედრა და ჩაწერეთ უკვე და დაამატეთ, თქვენ გაქვთ აქ მინიმალური ზღვარი. თუ აღმოჩნდა, რომ ისტორიაში 60 ქულის 25%-საც ვერ იღებთ და მაგალითად 8 სიმულაციიდან 25-ვე 8 სიმულაციაშივე მაგალითად აიღეთ, რა ვიცი, 17 ქულა, ანუ ზღვართან იყავით, რა საკვირველია ამ ფაკულტეტს უნდა დაივიწყოთ და ვერანაირად ვეღარ მოხვდებით. მაგრამ თუ ლიტერატურასაც აბარებთ ისტორიასთან ერთად და ამაში მაღალი ქულა აიღეთ, აქ უკვე შანსი გაქვთ, რომ მოხვდეთ იმ 40 ადამიანში, რომელიც ამ შემთხვევაში აი აქ უწერია ადგილების რაოდენობაში. პრიორიტეტი რა არის? ახლა ამაზე წინაზეც ვისაუბრე და ახლაც ვისაუბრე. პრიორიტეტი არის ის, რომ რასაკვირველია ქართულ ფილოლოგიაზე, პრიორიტეტი იქნება ქართული ენა და ლიტერატურა. ეს ნიშნავს იმას, რომ მას მიენიჭება ყველაზე მაღალი პრიორიტეტი, კოეფიციენტიც აქვს 5 და ეს რომ კარგად გაიგოთ თუ რას ნიშნავს კოეფიციენტი, უნდა ახვიდეთ ამ შემთხვევაში ისევ სარჩევში და სარჩევში კარგად არის გააზრებული ყველა დეტალი, მათ შორის რა არის კოეფიციენტი და როგორ ხდება გამოანგარიშება აი ამ კოეფიციენტისა, ხო? გაცემის წესიც არის, აი გრანტის გაცემის წესიც არის, ქულების გათანაბრებაზეც წერია ყველაფერი და მე მგონი მაგაზეც წერია კოეფიციენტზე ჩასაბარების მიმართულებების მიხედვით, ხო? აი აქ წერია ჩასაბარებელ საგნებში რაც არის მიმართულებები, სად რა მიმართულებაზე რა საგნები გჭირდებათ, ჯერ მაგას წაიკითხავთ და აქ ყველაფერი გიწერიათ, საგრანტო შედეგები და ქულებიც და გრანტის რა შემთხვევაში არ გაიცემა, ეგენიც წერია. ანუ ეს ხო, აი ნახეთ აკადემიურ პროგრამაზე გრანტის მოპოვების წესი. აი მაგალითად იქ რო იყო ქულა გამოთვლილი, საკონკურსო ქულა, თუ აბიტურიენტმა მიიღო ქართულ ენაში და ლიტერატურაში 179 მათ ეს გამოთვლილი სკალირებული ამ შემთხვევაში ქულაა, რომელიც უნდა გაამრავლოთ და აი ამ წესის მიხედვით გაამრავლეთ 1/5-ზე, რაც უწერია ქვემოთ კოეფიციენტი, ფაქტობრივად იმაზე მრავლდება. და მაგის მიხედვით მიხვდებით უკვე სად რომელ უნივერსიტეტში რა კოეფიციენტია. თუმცა მაგას არსებითი მნიშვნელობა დაალაგებისას რა თქმა უნდა აქვს, შეიძლება ყურადღება მიაქციოთ მაგ კოეფიციენტს იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად ძალიან დაბალი ქულები გაქვთ და ვერანაირად ვერ ახერხებთ, რომ კონკრეტულად აიღოთ მაღალი ქულა. მაგრამ აი ამ შიდა ზღვრებს უნდა დააკვირდეთ პირველ რიგში. მინიმალური ზღვრები რაც არის. ამ ზღვრებში წერია რა ქულას გჭირდება, რომ უბრალოდ კონკურსში შეხვიდე. თუ 40%-ზე მეტი ქართულში ვერ აიღე
და ისტორიაში მაღალია აზრი არ აქვს, იმიტომ რომ აქ არის მინიმალური ზღვარი. ყველა უნივერსიტეტს მინიმალური ზღვრები უწერია და თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ეს 40%-იანი ზღვარი დაახლოებით არის 30-დან ზემოთ ქართულში. ინგლისურშიც იგივე. ამ შემთხვევაში და პრიორიტეტი მეორე ენიჭება უკვე და ნახეთ, ფილოლოგია და ისტორიას ენიჭება მესამე. ანუ ჯერ ამ ორ საგანს ანიჭებენ პრიორიტეტს და შემდეგ ანიჭებენ ისტორიას, რომლითაც 160 ადგილია მისაღები. სულ იღებენ 200 ადამიანს, თქვენ უნდა მოხვდეთ 200 კაცში და თუ მოხდა ისე, რომ 200 ადამიანში ვერ მოხვდით, ჩათვალეთ, რომ ფაქტობრივად უბრალოდ არ გაგიმართლათ და გარეთ დარჩებით. არის შემთხვევები ხოლმე, რომ შეიძლება 200 მეერთეც დაამატონ, რაღაც ესეთი გამონაკლისების მომხდარა თვითონ ფაკულტეტი და უნივერსიტეტი წყვეტს ამას, მაგრამ ძირითად შემთხვევაში რაც ცნობარში წერია, მაგას არ ცდებით. ასე რომ, რას აკეთებთ უნივერსიტეტების დალაგებისას, რას ითვალისწინებთ? პირველ რიგში ითვალისწინებთ, სად გინდათ ჩაბარება და ეს უნდა გქონდეთ მყარად გადაწყვეტილი. მეორე, თქვენს ყველა შესაძლო ფაკულტეტი, რომელი უნივერსიტეტებში არის, ყველას წერთ. ოღონდ პირველი რას წერთ? პირველი მაგალითად რომელიც გინდათ, მეორე რომელიც ყველაზე მეტად გინდათ და ალაგებთ ასე მაგალითად დაწერეთ 10 ქართული ფილოლოგია სხვადასხვა უნივერსიტეტებში. სად უნდა ნახოთ უნივერსიტეტები? სარჩევში ადიხართ, აი აქ მესამე მეორე გვერდზეა სარჩევი და წერია TSU, მერე ვანო სარაჯიშვილის კონსერვატორია არ გინდათ, რა თქმა უნდა. ტექნიკური უნივერსიტეტია მესამე. თუ ილია გინდათ მაგალითად, ილია არის 9 თუ რაღაც ნომერი, ზუსტად აღარ მახსოვს, მეორე და ადიხართ და აი ხო 10 ნომერია ილია, გადახვალთ დააჭერთ იმ უნივერსიტეტს და გადაგიყვანთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც არის 0-ი, აქ არის უკვე იპოვით ქართულ ფილოლოგიას და ილიას ცოტა რთულად აქვს ხოლმე და რასაც ვერ იგებენ აბიტურიენტები, აი ეს არის. აი მაგალითად თქვენ აი ამ ფაკულტეტზე თუ გინდათ რომ ჩააბაროთ, ხო ნახეთ არის ისტორიაზე თუ გინდათ ჩააბაროთ, ხო და იწერთ ილიას ისტორიას. აი ამ ფაკულტეტზე ნახეთ არის ყველა მოცემული და ნახეთ ქართული ფილოლოგია წერია მეორედ და ვიღაცას რომ ისტორია წაიკითხავს ხოლმე გონია რომ ისტორიულია. ილიაში ეს ასეა მოცემული რომ ყველა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ასე თქვათ საგნები ერთ მიმართულებაშია გაერთიანებული და უნდა ჩაწეროთ საგნის კოდი 01001004 და ეს პროგრამის კოდს ჩაწერთ და ამ პროგრამას მიუთითებთ და როგორც კი თქვენ აი ამ ზღვრებს გადალახავთ, რაც აქ არის მოცემული, ნახეთ ილიაში ქართულ ფილოლოგიაზე განსხვავებით TSU-სგან 25%-იანი ზღვარია. ანუ ილია 40%-იან ზღვარს არ ითხოვს. ნახეთ ეს გაგიმართლათ და თუ ეს ხვდებით რომ თქვენი ქულები დაბალია ქართულში, მეგირჩევთ რომ ქართული დაწეროთ ილიასი პირველი და მერე მაგალითად TSU-ს, იმიტომ რომ 40%-იან ზღვარს თუ მაინც ვერ ცდები და ვერ იღებ და 8ჯერ და 10ჯერ არ აგიღია 40 ქულაზე, მაგალითად 40% ქულაზე მაღალი ქულა, აზრი არ აქვს იმის პრიორიტეტად ჩაწერას, პირველ პრიორიტეტად, მაინც კონკურსში ვეღარ შედიხარ და გარეთ რჩები და სჯობს ისეთი უნივერსიტეტი ჩაწეროთ, სადაც მინიმალურ ზღვარზე თქვენი სავარაუდო ქულებით ხვდებით, რომ ამაზე მაღალ ქულას აიღებთ. და პრიორიტეტი ძალიან ბევრ რაღაცას ბონუს სარგებელს გაძლევთ ამ შემთხვევაში. აი ყველგან 25%-იანი ზღვარი აქვს, აქ წერია რამდენ ადამიანს იღებენ და მერე როგორც კი თქვენ მოხვდებით ამ ფაკულტეტზე და ჩაირიცხებით, შიდა არჩევის პრინციპით მიდიხართ და იქ ირჩევთ უკვე რომელი გინდათ რეალურად. ქართული ფილოლოგია გინდათ, ანგლისტიკა გინდათ თუ რაზე აბარებდით რეალურად, ისტორიაზე თუ ქართულ ფილოლოგიაზე. ამას მერე ირჩევთ და ამაზე პრობლემა არ შეგექმნებათ. მაგრამ არის ცალკე ისტორიაც. ნახეთ, ისტორია დამატებითი ძირითადი სპეციალობა, რომელიც ცალკე არის გამოკვეთილი, განსხვავებით აი ამ ზოგადად ჰუმანიტარული მეცნიერებიდან. ეს
უფრო ისეთი სპეციალური მიმართულება, ძირითადი და დამატებითი სპეციალობა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ისტორიაში, აქაც ღრებია, საგნობრივად რა ბარდება ესენი უკვე იცით და წარმოდგენა გაქვთ და ამ ყველაფერს, ესე იგი პრომო კოდი, საგნის პროგრამის კოდი, უნივერსიტეტის კოდი გჭირდებათ და თქვენ პირველად უნდა გახსნათ ცნობარი, აიღოთ ფურცელი და ამოწეროთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 010 პროგრამის კოდი საერთაშორისო ურთიერთობები 01000107. თუ საერთაშორისო ურთიერთობები გინდათ, ყველა უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებს ამოწერთ, სადაც გინდათ თავისი კოდით, დააწერთ უნივერსიტეტის სახელს ჯერ, მერე პროგრამის სახელს და მერე თქვენს კოდს. ამებს ამოწერთ ფურცელზე და მერე დაალაგებთ უკვე. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ გინდათ საერთაშორისო ურთიერთობები, დაწერეთ მინიმუმ 10 ასეთი შესაძლო უნივერსიტეტი, სადაც საერთაშორისო ურთიერთობები ისწავლება. მერე დაწერეთ 10 მომიჯნავე ჰუმანიტარული ფაკულტეტი, მაგრამ მომიჯნავე ფაკულტეტი, რომელიც ამასთან ყველაზე ახლოს დგას. მერე დაწერეთ ნებისმიერი სხვა 30 მაგალითად 10 დაწერეთ იქაც, ნებისმიერი სხვა ტექნიკური რაღაცა ფიზიკა თუ ასტროქიმია რაღაცა ნებისმიერი შეგიძლიათ დაწეროთ, რომელიც თავის დაზღვევაა და იქ წერთ იმას, იმიტომ რომ რამე რომ მოხდეს, არ ვიცი და თქვენ ვერსად ვერ მოხდეთ, იქ მაინც რომ მოხდეთ და თავი დაიზღოთ, ან დაწერეთ რაღაცა ყველაზე უკანასკნელი უნივერსიტეტი, რომელშიც წარმოდგენაც კი არ გაქვს და პირველად გაიგეთ მისი სახელი, რომ იქ მაინც მოხდეთ და სტუდენტი გერქვათ, თუ რა თქმა უნდა გინდათ იმ უნივერსიტეტში მოხვედრათ და თუ არ ფიქრობთ, რომ საერთოდ ჯობია არ მოხდე არსად და შემდეგ წელს ჩავაბარო, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა არ გირჩევთ, რატო? იმიტომ რომ მობილობა არსებობს, მობილობა ხდება წელიწადში ორჯერ, გაზაფხულის სემესტრში და შემოდგომის სემესტრში და ამისთვის თქვენ გჭირდებათ ნებისმიერ უნივერსიტეტში რომ მოხვდეთ და გადაიტანოთ, იმიტომ რომ ამას აკეთებს საქართველოს სტუდენტების პირველ კურსელების რაღაცა ალბათ 20% ჩემი შეფასებით, არ ვიცი ზუსტი სტატისტიკა, მაგრამ უმრავლესობა ასე გადადის, გადმოდის, ოღონდ მოხდეს სასულიერო უნივერსიტეტში, ოღონდ სხვა ფაკულტეტზე და ჯანდაბას ისწავლიან 3 თვე მათემატიკას ისტორიკოსები და მერე გადავლენ ისტორიულზე, თუ მაგალითად ისტორიკოსმა, რომელიც სამომავლოდ ისტორიულზე გინდა და ისტორიკოსობას აპირებ 17 ქულაც ვერ აიღე და ვერ მოხდი შენს ფაკულტეტზე და მოხდი შემთხვევით მათემატიკაზე, აი ეგეთი რაღაც თუ მოხდა. ხო, ასე რომ ამოწერეთ კოდები, ამოწერეთ უნივერსიტეტის კოდები და სახელები, ანუ სახელი უნივერსიტეტის მისი კოდი. ფაკულტეტის დასახელება მისი კოდი. 10 ამოწერთ ასე და მერე გადადიხართ უკვე ონლაინ, შედიხართ ონლაინ ნაექციზე. აქ ფული უნდა ჩარიცხოთ წინასწარ და თანხა როცა ჩარიცხული გექნებათ, ერთი საგანი ღირს 10 ლარი. აი გიწერიათ აქ. 2 აპრილის 6 საათამდე გაქვთ ვადა. თუ 3 საგანს აბარებთ 30 ლარი უნდა ჩარიცხოთ, თუ 4 საგანს აბარებთ 40 ლარი და ასე შემდეგ. რამდენ საგანსაც აბარებთ, იმდენი ლარი უნდა დარიცხოთ. მერე ეს სისტემაში თქვენ გაჩნდებათ თქვენი პირადი ნომრით, რომ ჩაირიცხა, პირად ნომერს აქ ჩაწერთ და პირდაპირ შეხვალთ უკვე სარეგისტრაციო ლინკზე. მასწავლებლების გადასახადი 50 ლარია. მაგალითად თუ მასწავლებლის ნახავთ ამ ვიდეოს, იგი ოღონდ ამ მეორე ველში შედიხართ და აქ წერია გადასახადი რამდენია, აქაც 18 საათზე სრულდება და იგივე პრინციპი მოქმედებს, ოღონდ ცოტა არჩევის წესი სხვანაირია, იქ არ ურთიითებთ ამ შემთხვევაში არაფერს. ასე რომ კიდევ რა შეგიძლიათ ნახოთ, არის უბრალოდ აი ეს პირველადი რაღაცები ცნობარში წაიკითხოთ. დანარჩენი სულ 945 გვერდამდე არის სულ უნივერსიტეტები, მეგობრებო. ამებს უნდა ჩაუჯდეთ, მიყვეთ და დაალაგოთ 10 პრიორიტეტული ჩემი ფაკულტეტი, სადაც მინდა სხვადასხვა უნივერსიტეტებში, 10 მომიჯნავე უნივერსიტეტი და თუ 10-ზე მეტია თქვენი პრიორიტეტული, ჯობია დაწეროთ ისეთი, მაგრამ მოხდეთ, მაგრამ ერთი დეტალი გაითვალისწინეთ. აუცილებლად თუ გინდათ, რომ მაინც და მაინც თესეუში მოხდეთ და გიღირთ, რომ ისტორია, მათემატიკა, არქეოლოგია, ხელოვნებაცოდნეობა, მუსიკა და რაღაცა 10 დაწეროთ მარტო თესევ, ეგეც შეგიძლიათ. ანუ შეგიძლიათ, რომ თუ თვლით, რომ ისტორიულზე გინდათ და
ვერ მოხდებით თქვენი ქულით და მაგალითად მუსიკაზე ან რაღაც ხელოვნებაცოდნეობაზე მოხდებით, შეგიძლიათ გარისკოთ, აიღოს საკუთარ თავზე, რომ ისამი თვე ხელოვნებაცოდნეობას ისწავლით, მაგრამ TSU-ში ისწავლით და მეორე სემესტრში ესევე ისტორიულზე გადაიტანთ მობილობით, რაც ძირითადად შესაძლებელია ხოლმე და თუ კარგია ხშირ შემთხვევაში, თუ ძალიან ახლოს დგას ისტორიასთან და იგივე საგნები გაიარეთ, გიღიარებენ იმავე საგნებს და მეორე სემესტრიდან ჩვეულებრივ ისტორიულზე დაჯდებით, ან შეიძლება არ გიღიარონ ის საგნები იმ სემესტრში განვლილი და დაგემატოთ ერთი სემესტრი და მერე თუ უფასოა გადახდა მოგიწევთ იმ სემესტრის ფულის, თუ დაფინანსება აიღეთ, მაინც გადახდა მოგიწევთ, იმიტომ რომ დაფინანსებით ხდება 4 წელი გამოყოფა მხოლოდ და მერე აღარ არის უბრალოდ და ძირითადად ეს უნდა გაითვალისწინოთ. სხვა დეტალი თუ რამე არის მნიშვნელოვანი, ჯერჯერობით არ მახსენდება, თუ კითხვები გაქვთ, აბა გისმენთ ახლა. ყველაფერი მკითხეთ, არ მოგერიდოთ, ყველაფერზე გიპასუხებთ, თუ არ დაგილაგებიათ. მას. დიახ. აი, რამდენი ხნით ადრე უნდა ჩარიცხოს ამ დარეგისტრირებას? არ აქვს მნიშვნელობა, ხვალვე შეგიძლიათ ჩარიცხო და 1 აპრილს დარეგისტრირდე. თავარია ფული ჩარიცხოთ ნებისმიერ დროს, სარეგისტრაციო დრო როცა არის. ანუ ხვალ შეგიძლიათ ჩარიცხოთ და მაგალითად 3 დღეში დარეგისტრირდეთ. ეგ უკვე თქვენზეა დამოკიდებული. ფულს იგივე დღესვე შემიძლია თან. იგივე დღესვე შეგიძლიათ, როგორც კი ჩარიცხავთ, ზუსტად დაახლოებით 10 წუთში უკვე სისტემაში თქვენი თანხა ჩარიცხული ფიქსირდება და იმ წამსვე უკვე შეგიძლიათ და როგორც კი სახლში მიხვალთ, ძირითადად უკვე გიშვებთ სისტემა. კითხვა მაინტერესებს ხო არ გაქვთ, აი ხომ ვერ მიხვდით, ხო არ გაგიჭირდათ მაგალითად თუ დაალაგეთ აქამდე, მაინტერესებს თუ გამიზიარებთ თქვენს გამოცდილებას, როგორ დაალაგეთ და რამე კორექტირება შევიტან, იქნებ რამე გირჩიოთ და გადაგანაცვლებინოთ, თუ არ დაალაგეთ და დაალაგებაში დახმარება გინდათ, კონკრეტულად მომწერეთ პირადში და მე დაგეხმარებით, დავნიშნოთ ერთი შეხვედრა და აგარჩევინებთ რაღაცა უნივერსიტეტებს ამ შემთხვევაში, მაგრამ სჯობს ამას ახლავე ასეთი შეხვედრა დავგეგმოთ ისევ. აი ერთი დღეს ხო არის მაგალითად 23 მარტი და აი 2 დღეში, აი 4 შაბათს მაგალითად თქვენ ფული ჩარიცხოთ, ისევ შევიკრიბოთ ყველა ერთად და ასე სათითაოდ მიუყვებით და ყველას გეტყვით რჩევებს მოგცემთ და თქვენ პარალელურად დაარეგისტრირეთ უნივერსიტეტები. ესე შემიძლია გავაკეთო. თქვენ თავარია როგორ? გამაში? არ ვიცი 4 შაბათს მაგალითად თქო ფიქრობ რომ ოღონდ მომიწევს რომელიმე თქვენი გაკვეთილის დაკავება, იმიტომ რომ ღამისათამდე სულ გაკვეთილები მაქვს თქვენთან და ერთ-ერთ დღეს ერთ-ერთი გაკვეთილს დავიკავებ თქვენსას რომელიმეს და იქ შემობრძანდებით ყველა და იქ ესე შემიძლია გავაკეთო. თუ არ დარეგისტრირდით უკვე. კითხვა თუ გაქვთ კიდევ აბა დამატებით ვინც დარეგისტრირდით, ვინმე დარეგისტრირდით, მაინტერესებს. მე მას აბა ანა გამიზიარე შენ სად დარეგისტრირდი, რა დაწერე პირველი? რა უნივერსიტეტები დაწერე? უბრალოდ დავრეგისტრირდი, არ დამილაგებია ჯერ უნივერსიტეტი. ანუ უბრალოდ შეყარე 1-20 უნივერსიტეტი სავარაუდოდ, ხო? არა, მასაც ჩამიწერია არაფერი. უნივერსიტეტებიც არ ჩაგიწერია? მარტო ეგ დარეგისტრირებაც არ არის, მარტო ფული ჩარიცხე და სისტემაში აისახა შენი პირადი ინფორმაცია. მარტო ეგ გააკეთე, ანუ უნივერსიტეტები არ დაგილაგებია რეალურად, ოკეი. ვინმე თუ დაალაგა მაშინ უნივერსიტეტები? ხო. და ცუდი სიჩუმეა, ისე არ გააკეთოთ, რომ გარეთ დარჩეთ. გისმენ გიორგი? გასაგებია ყველაფერი. ოკეი. ისე არ გააკეთოთ, რომ გარეთ დარჩეთ, დაალაგეთ, მოკლედ, ბევრს უღარ დაელოდებით, ხვალ ჩარიცხეთ ფული და მოდი ასე ვთქვათ, 4 შაბათი იქნება თუ რა ვიცი, რომელიმე დღეს შემდეგ კვირას ერთ-ერთ დღეს დავნიშნავ შეხვედრას ასეთივეს და თუ დარეგისტრირდებით და რაღაცეები შეგვიძლია ესეთი რაღაც გავაკეთოთ. კითხვები თუ აღარ გაქვთ, მაშინ დღეს დავასრულოთ. დაგემშვიდობებით. თუ რამე კითხვა გაგიჩნდათ, მომწერეთ პირადში.
ნახვამდის ბედნიერად. ნახვამდის. მადლობა, კარგად. ნახვამდის.